სალამი მეგობრებო. ერთი-ორი სიტყვა მინდა გითხრათ ჯობავასთან დაკავშირებით რა. საერთოდ არ არის იდეაში ეგ ჩემი სფერო და ჩემი საქმე, მაგრამ რა იყო რა დაესიეთ? ეს უცოდველი ხალხი ამ კაცს რა ნახეთ, რა მოგივიდათ, რა საჭორაო თემა გახადეთ. მოპარეს, არ მოპარეს, სპონსორებს დაძდევსო, ისა, ესა. ბიჭო, აბა რა უნდა ქნათ? სპონსორს უნდა გაეკიდოს, აბა ვის უნდა გაეკიდოს? ან რა მოგივიდათ? მთელი ამ მაშინ რა დაესიეთ, რაღაცა ლანძღავთ ამ ბიჭს. სადღაც ჯურღმულში წავიდა, რაღაცა რო გადაიღო და რაღაცა ამბავი შეემთხვა და რაღაცა შეიძლება იმ მომენტში რაღაც ცოტა განერვიულებული რო იყო, ცოტა ზედმეტი თქვა, ან რავი რა, ცოტა ისეთი სიტუაციაა რა, ეგ თვითონ იძახის ადამიანი რომ მართლა მოხდაო. რაღაცეებს აიღეს, რაღაცეები არაო, მაგრამ მერე თქვენ გამოდიხართ აქ და კამერა გამოჩნდა და ინსტა 360 და განარაღეს ეს ინსტა 360 გაწი გამოწი 1500 ლარი და რაღაცა 2 კაპიკი თუ ქონდა ზედმეტად მიყრილი და დამატებით კამერა დაითრია მერე ბიჭმა, ან თუნდაც საერთოდ არ ჩათვალე საჭირო მოსაპარად რაღაცა მთელი ამბავი ატეხეთ. ან რავი, არსებობს კიდე მეორე ვარიანტი, შეიძლება თვითონ ჭირდებოდა ეს ანტიპიარი, რომ ან ზოგადად ჩვენ ხო ეგრე ვართ რა, რომ ლანძღვაში ვიგებთ ადამიანი ვინ არის და რა არის და ეგრე გავიცანით ალბათ რა. მე ხა სიმართლე რომ გითხრათ, ვაფშე არ ვიყავი ამ ჯობავას მაყურებელი მომენტ, მაგრამ სიტუაცია ეხლა უკვე ისე რომ ვინც იცოდა და ვინც არ იცოდა, ყველა მაგაზე ლაპარაკობს და მინდა ამბავია აგორით ამ ბიჭზე რა, ასე რომ თქვა და მოიპოვა უკვე შესაბამისი ცნობადობა ამ ამბის მერე. რა გჭირთ ხალხო, ადამიანს რაღაცა თუ შეემთხვა, იმის ვაგებად რომ გვერდზე დაუდგეთ, პირიქით ზედ გადაუარეთ იმის ხარჯზე, რომ რავი, აი იმას თუ ჩამოშორდებიან სპონსორები, თქვენ დაგესევიან თუ რას ფიქრობთ, აი წარმოდგენა არ მაქვს რა. ვიცი ახლა ამას თელ ამბავს მოვაყოლებთ, მაგრამ ყველამ ჩვენ გულებში ჩავიხედოთ რა. ვინ ვართ ეგეთი უცოდველები, რომ სხვებს გავართ და ან ქვებს ვესურვით, ან ჭორრავთ, ან რავი, რა გჭირთ ხალხო რა.